დღეს მოწვეული ყავს ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ვისაუბრებთ რა შესაძლებლობები არსებობს მწვანე დაფინანსების კუთხით და ასევე რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ მცირე ბიზნესებს ამ პროცესში. საუბარი არის რაღაც ბევრი ფაქტორის ერთობლიობაზე. უშუალოდ ბიზნეს პერსპექტივიდან რო ვისაუბროთ, რატომ გახდა მათთვის აუცილებელი. პირველი ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად კანონმდებლობა მკაცრდება ნელ-ნელა, რაც ბიზნესზე და ბიზნესის დღის წესრიგზე რა თქმა უნდა ისახება, ეს არის გარემოს დაცვითი კანონმდებლობის გამკაცრება. მეორე არის მომხმარებლის შეცვლილი გემოვნება, ან ტენდენცია, ისე რომ ვთქვათ, ყიდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ფინანსურ სექტორს აქვს საშუალება, რომ შექმნას ისეთი ფინანსური მექანიზმები, რომლებიც ახალისებს ბიზნესებს, რომ გადადგან ამ მხრივ სხვადასხვა ნაბიჯები და განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მსგავსი წახალისება და მსგავსი ნაბიჯების გადადგმისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის გადამწყვეტი. მწვანე ეს არ არის მარტო ვალდებულება, არამედ ეს არის ახალი რაღაცა შემოსავლის გაზრდის ან ხარჯების შემცირების შესაძლებლობა, რომელიც იდეაში არის. მოგესალმებით, ეს არის პოდკასტების სერია მწვანე ჰორიზონტი, მე ვარ ნათია ქალდანი, მისი წამყვანი, პროექტი ხორციელდება მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების ასოციაციისა და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტეს მიერ, რომელსაც ხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა. დღევანდელი სერია გახლავთ მეოთხე ეპიზოდი და ეთმობა ძალიან საინტერესო თემას, ეს არის ყველაზე მეტად რაც აინტერესებს ბიზნესს, მწვანე დაფინანსება და მდგრადობა. ამისთვის დღეს მოწვეული ყავს ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ვისაუბრებთ რა შესაძლებლობები არსებობს მწვანე დაფინანსების კუთხით და ასევე რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ მცირე ბიზნესებს ამ პროცესში. მეოთხე ეპიზოდის სტუმრები გახლავთ ოთარ ანთია, ინვესტორთა საბჭოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი და მაცა ჩოფიკაშვილი, ბაზის ბანკის ESG და მდგრადობის ჯგუფის უფროსი. დავიწყოთ პირველი საბაზისო კითხვით, რა არის მწვანე დაფინანსება, აი მარტივად რომ ავხსნათ, რას მოიცავს ის, რა პროდუქტებს და რატომ გახდა ის დღეს ასეთი აქტუალური და ოთო პირველი შენგან დავიწყებ. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან აქტუალური კითხვა არის დღეს, იმიტომ რომ მდგრადობა ზოგადად ძალიან პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს და ყველგან ვაწყდებით უკვე მდგრადი განვითარება, ESG, CSR და სხვა მსგავსი აბრევიატურები, რომლებიც სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება დღევანდელ ბიზნეს სამყაროში და პოპულარული ხდება. თვითონ მდგრადი განვითარების კონცეფციაზე საუბარს არ დავიწყებ და მაგ სიღრმეებში არ შევალ. უბრალოდ მდგრად დაფინანსებაზე რო ვისაუბროთ, ალბათ ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ, არის ფინანსური რესურსი, რომელიც მიმართული არის კონკრეტული მწვანე და სოციალურად საინტერესო პრაქტიკის განსახორციელებლად, ალბათ ესე ვიტყოდი. და თვითონ მდგრადი დაფინანსება ალბათ ასევე ძალიან დამოკიდებული არის რაღაც კონკრეტულ იურისდიქციაზე, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყანაში მისი კლასიფიკაცია განსხვავებულად ხდება და საქართველოს არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისიდან, საქართველოში ჩვენ გვაქვს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი ფინანსების ტაქსონომია, რომელიც არის უშუალოდ კლასიფიკატორი იმისა, თუ კონკრეტულად რა ტიპის ფინანსურ რესურსს შეიძლება ჩვენ ვუწოდოთ მწვანე ან სოციალური, იმიტომ რომ მდგრადობა ამ ორივეს აერთიანებს. ხო, და დარწმუნებული ვარ თვითონ კომერციული ბანკებიც უკვე ძალიან აქტიურად იყენებენ ამ კლასიფიკატორს როგორც ასეთი. მაგრამ ისევ კიდევ ერთხელ საერთო ჯამში რო შევაჯამოთ, არის ფინანსური რესურსი, რომელიც მიმართულია კონკრეტულ, მოდი ესე ვთქვათ, საქმიან ორგანიზაციაში ან კონკრეტული მწვანე მდგრადი პრაქტიკების პრაქტიკაში განხორციელებისთვის, ესე ვთქვათ. მადლობა. და რატომ გახდა დღეს ისეთი აქტუალური, ანუ მსოფლიოში რატომ გახდა ეს და საქართველოს როლობიდანაც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ სულ გვესმის ეს მწვანე დაფინანსება, მწვანე ეს მდგრადობა და რატომ არის ესეთი აქტუალური დღეს დღევანდელ გლობალიზაციის პირობებში თუ ზოგადად ამ პროცესებში? შეიძლება ისე ითქვას, რომ ჩემი სუბიექტური შეფასებით ალბათ უფრო საუბარი არის რაღაც ბევრი ფაქტორის ერთობლიობაზე. უშუალოდ ბიზნეს პერსპექტივიდან რო ვისაუბროთ, რატომ გახდა მათთვის აუცილებელი. პირველი ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად კანონმდებლობა მკაცრდება ნელ-ნელა,
რაც ბიზნესზე და ბიზნესის დღის წესრიგზე რა თქმა უნდა ისახება, ეს არის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრება და ეხლა გარემოსდაცვითი კანონმდებლობას რაღაც ალბათ დინამიკაში რო შევხედოთ, დღიდან შექმნისა დღემდე ნებისმიერი ცვლილება გამკაცრებისკენ არის ხო ორიენტირებული რეალურად, იმიტომ რომ ეს რაღაცა განგრძობითი წნეხი გარემოზე გაიძულებს რომ რაღაცა რეგულაციებში მოვაქციოთ ეს ყველაფერი. და შესაბამისად ბიზნესისთვის იმიტომაც გახდა დღეს ესეთი მნიშვნელოვანი. ალბათ ეს არის ერთი ფაქტორი. მეორე არის მომხმარებლის შეცვლილი გემოვნება, ან ტენდენცია ისე რომ ვთქვათ, ყიდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ხა სტატისტიკას რასაც ვაკვირდებით, განსაკუთრებით რომ ახალი თაობა Gen Z თაობის და გვიან მილენიალების და შემდეგ თაობა უკვე ვიდრე რაღაცა ტიპის საქონლის ან მომსახურების შესყიდვას შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, გარდა რაღაც ესეთი ტრადიციული ფასი ხარისხის ფაქტორების შესაბამისობისა, ასევე შეიძლება მის მიღმა გავიდეს და უკვე რაღაცა კომპანიის ან თვითონ პროდუქტის მდგრადობაზე დასვას კითხვები და მაგის მიხედვით გააკეთოს არჩევანი. ხო, აი ამ ორი ფაქტორის ერთობლიობას ვიტყოდი, მე გამოვკვეთავდი მე ალბათ სხვა ფაქტორებთან ერთად თუ რატომ გახდა ბიზნესისთვის პოპულარული და ნუ ეხა ზოგადად მდგრადობა რატომ არის გლობალური მასშტაბით პოპულარული, ამას რა ვიცი, შეგვიძლია მაგის ხებებში შევიდები. საერთაშორისო პრაქტიკას რაც შეეხება, ხა მე ზოგადად კი შეიძლება რაღაცა და შეყოვნებები არის დღის წესრიგებში ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ან თუნდაც განვითარების ბანკების, ხო, ანუ მწვანე დღის წესრიგზე გადასვლის ნაწილში შეფერხებები არის, ხო, ეხლა კოვიდი იყო, მე ეს რუსეთ-უკრაინის ომი და გეოპოლიტიკური სხვა მოვლენები, რა თქმა უნდა, აფერხებს ამ პროცესებს, მაგრამ ის რომ რაღაცა ზე უარი ითქვა, მეგრე არ არის. ანუ შეიძლება შეფერხდა, მოდიფიცირება განიცადა, რა თქმა უნდა, მოერგო არსებულ გამოწვევებს და ახალი რაღაცა ფორმით შეიძლება ჩამოყალიბდეს, ხო? ეხლა რაღაც ის რომ აქტუალობას ინარჩუნებს, მაინც აქტუალური არის და შემდეგი რაღაც პერიოდის განმავლობაშიც იქნება, ხო? დაფინანსების მექანიზმებს რაც შეეხება, ეხლა ქართულ საერთაშორისო დონეზე უფრო მეტი მექანიზმი არსებობს. ბუნებრივია ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი, რაც ფინანსური სარგებლის მიღება შეუძლიათ ამ მწვანე პრაქტიკების დანერგვით, ხო? ეხლა არის რაღაცა ნახშირბადით ვაჭრობის მექანიზმები მაგალითად, რომელიც ძალიან საინტერესო მექანიზმი არის თავისი არსით და სხვადასხვა საქართველოსაც აქვს ორმხრივი შეთანხმება გაფორმებული შვეიცარიასთან და იაპონიასთან ორმხრივი ვაჭრობის შესახებ ამ ნახშირბადით. კი ბატონო, არსებობს ეგრეთ წოდებული impact investing ფონდები, ხო, ანუ რომლებიც გარდა აი ამ რაღაცა ფინანსური სარგებლის მიღების мотиваციისა, ასევე რაღაცაზე გავლენის, ანუ გავლენის პოზიტიური გავლენის მოხდენაზე არიან ორიენტირებულები, ვიდრე ინვესტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არსებობს საგრანტო სქემები, არსებობს სუბსიდირებული საბანკო რესურსი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს და სხვადასხვა გეოგრაფიებში ალბათ სხვადასხვა მექანიზმი არის, რომელიც იმ კონკრეტულ ლოკაციას არის მორგებული. ხა ქართულ წიაღში მაინც ძირითადად ვლაპარაკობთ ალბათ საბანკო სესხზე უფრო კომფორტული როგორი იყოს, აი თანადაფინანსების ნაწილში და ნუ ამაში ზებუნებრივი არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ ხა ქართულ კაპიტალის ბაზარზე ბანკები არიან უმსხვილესი მოთამაშეები, ხო? და ნუ შესაბამისად მათი ჩართულობით უნდა მოხდეს ამ ყველაფრის საწყის ეტაპზე პრომოუშენი, ესე რომ ვთქვათ. და ძალიან მე თუ მკითხავ, ქართული საბანკო სექტორი ძალიან როგორ ვთქვათ, ძალიან სწრაფად და ჩაერთო აი ამ ფერხულში და ერთ-ერთი ლიდერები არიან მსოფლიო მასშტაბით, ხო? ანუ აი ამ ტრანსფორმაციის პროცესში. მათ შორის იქნება ის არა მარტო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, არამედ ზოგადად მათი ძალისხმევაც ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაშიც, რაშიც, რა ვიცი, სხვა ქვეყნების დინამიკას, ბანკების საქმიანობას თუ დააკვირდებით, დიდად მმართველობებში ჩართულები არ არის. საქართველოში კი და ძალიან წარმატებულებიც არიან სხვა, ესე რომ ვთქვათ, მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან შედარებითაც მსოფლიო მასშტაბით. შემიძლია ესე ვთქვა. კი ბატონო. მაცო, აი ფინანსური სექტორის როლს როგორ ხედავთ ამ ყველაფერში და თქვენთვის რატომ გახდა ის ესეთი აქტუალური დღეს? მოგესალმებით. მადლობა ნათია. რაც შეეხება ფინანსური სექტორის როლს მდგრადი დაფინანსების საკითხებში, კარგია რომ თომ უკვე განმარტა, რომ არსებობს ჩამოყალიბებულები ვართ უკვე იმაზე თუ რას დაუძახებთ მდგრადს, მწვანეს ან სოციალურს და ამაში დაგვეხმარა ეროვნული ბანკი, რომელმაც შექმნა სია ასეთი აქტივობების.
და უფრო კონკრეტულად არის უკვე ჩამოყალიბებული, რა ტიპის აქტივობა არის კონკრეტულად მწვანე ან სოციალური, ან თუ ორივე ერთად არის, ამ შემთხვევაში ვეძახით ხოლმე მდგრადს და კონკრეტულად რატომ გახდა ეს საკითხი მნიშვნელოვანი ფინანსური სექტორისთვის და პირიქით რატომ არის ფინანსური სექტორი მნიშვნელოვანი ამ პროცესებში. შევეცდები მოკლედ თქვა, ზოგადად ფინანსური სექტორის როლი ეკონომიკაში არის ერთგვარი კატალიზატორის როლი, რომელიც მიმართავს განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებს იმ პროცესების წამოწყებისკენ, რაც მნიშვნელოვანია სამომავლოდ. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდგრადი მიმართულება საკმაოდ პოპულარულია, საკმაოდ მოთხოვნადია, შეიცვალა კანონმდებლობაც, როგორც ოთომ აღნიშნა, ასევე კლიმატის მდგომარეობაც უარესდება და შესაბამისად საჭირო ხდება მეტი ჩარევა ამ მიმართულებით და ფინანსურ სექტორს აქვს საშუალება, რომ შექმნას ისეთი ფინანსური მექანიზმები, რომლებიც წაახალისებს ბიზნესებს, რომ გადადგან ამ მხრივ სხვადასხვა ნაბიჯები და განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მსგავსი წახალისება და მსგავსი ნაბიჯების გადადგმისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის გადამწყვეტი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდია ფინანსური სექტორის როლი და ასევე უნდა აღვნიშნო, რომ გარდა იმისა, რომ წაახალისებს ფინანსური სექტორი, ასევე ინფორმაციის გამავრცელებელიც არის ამ საკითხებზე, რადგან აერთიანებს ფაქტიურად ყველა ბიზნესს, ანუ თითქმის ყველა ბიზნესი რაღაც კუთხით მაინც არის დაკავშირებული ბანკებთან, აქვს წვდომა ამ ადამიანებზე, აქვს საშუალება, რომ ინფორმაცია მარტივად გაავრცელოს და ასევე წაახალისოს ისინი, რომ მიიღონ მდგრადი გადაწყვეტილებები. მადლობა. წეღან ოთო შენახსენე ეს მწვანე ტაქსონომია ქვია, ხო? მდგრადი დაფინანსების, ხო? მდგრადი ფინანსების, იმიტომ რომ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია აერთიანებს როგორც მწვანე მიმართულებას, ანუ გარემოს დაცვის, ასევე სოციალურს. ხო, ანუ ეს ერთი რეგულაცია, მოდი კლასიფიკატორი დავარ. კლასიფიკატორი, ეს ერთი კლასიფიკატორი არსებობს მწვანე ტაქსონომიის. მდგრადი ტაქსონომიის. და რაც ამახალისებელი მექანიზმები არსებობს, ასევე სახელმწიფო დონეზე და რა დაფინანსების მექანიზმები არსებობს დღეს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. კი ბატონო, მოდი ესე შევაფასოთ, ხო, ანუ ეს ცოტა შევხედოთ ამ საკითხს. პირველ რიგში ეს ტაქსონომიის ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რატომ? იმიტომ რომ ზოგადად უკვე ვაკვირდებით ტენდენციებს, რომ აი ეს ტრადიციული სახელმწიფო ესე რომ ვთქვათ, ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროგრამები რაღაცა თვალსაზრისით ამ ტაქსონომიას იყენებენ, ესე რომ ვთქვათ, ხო? და დღის მდგომარეობით შეინიშნება ძალიან ისეთი პოზიტიური ტენდენცია ზოგადად ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებში მწვანე ასპექტების ინტეგრირებასთან დაკავშირებით, აი მაგალითად აწარმოის საქართველოში კომპონენტებს შორის არის მწვანე მიმართულების მხარდაჭერა. მაგრამ რომც არ იყოს ეგრეთ და რომელიც რა თქმა უნდა პრეფერენციით სარგებლობს ვიდრე კონვენციური აწარმოის საქართველოში პროგრამის სხვა ბენეფიციარი, ხო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ აწარმოის საქართველოში აძლევს რაღაცა ტიპის ფინანსურ სტიმულს ბიზნესს, ესე რომ ვთქვათ, საქმიანობის განხორციელების პროცესში, თუ ეს არის მწვანე მიმართულება, ამ შემთხვევაში მანდ უკვე უკეთესი პირობებზე არის როგორც ასეთი საუბარი, ხო? მაგრამ იცით რა არის, რომ ქართულ წიაღში ესეთი რაღაცა მიმართულებები მაინც ახალია, მოდი ესე ვთქვათ, და რაღაც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს რაღაც ბევრი პროგრამა არ არსებობდეს, უკვე ხელმისაწვდომი, რომელიც ბიზნესს ზედმეტ სტიმულს გაუჩენს, ხო? და აი, რაცომ ძალიან კარგად თქვა, მას დაკავშირებით, რომ ბიზნეს თავისი დღის წესრიგი აქვს და მას სჭირდება სტიმული, ხო? წახალისების მექანიზმი, იმიტომ რომ მწვანე ინვესტიციები არ არის იაფი ინვესტიცია, ზოგადად რო შევხედოთ და ზოგადად აი გლობალურ დონეზე ძალიან დიდი დებატები მიდის ამაზე, ხო? ხა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამ თვალსაზრისით, რაც არსებობს პარიზის შეთანხმება, ისიც ამბობს, რომ აი რაღაცა ისეთი მარტივად რო შევაჯამოთ, რომ საჯარო ფინანსები მხოლოდ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამ ესე რომ ვთქვათ, პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჩვენ შევასრულოთ და სჭირდება ასევე კერძო ფინანსები, მაგრამ ნუ ეხა კერძო ფინანსებს და ინვესტორებს კიდე თავიანთი დღის წესრიგი აქვს და ნუ შესაბამისად აი რაღაც მანდ აი ეს რისკი, ესე რომ ვთქვათ,
ამონაგების ეს კალკულუსის ან ეს ფარდობა რაღაცა პოზიტიური უნდა იყოს მათთვის იმისთვის რომ ინვესტიციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღონ და ამიტომ კი მწვანე მიმართულებით შეიძლება საწყის ეტაპზე ბიზნესებს ახალისება სჭირდებოდეთ. ხო დღის მდგომარეობით ეს არის, თუმცა ნებისმიერი ტიპის პროგრამა, მოდი ესე ვთქვათ, ესე რომ შევაჯამოთ, ირიბად, შეიძლება ეგრე მწვანე არ ერქვას, მაგრამ რომელიც ორიენტირებული არის, რა ვიცი, აი ეს საწარმოო პროცესების განახლებაზე, ან რაღაცა უფრო ენერგოეფექტური ტიპის მანქანა-დანადგარების მონტაჟზე, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც, რა ვიცი, ეფექტიანობას თვითონ საოპერაციო პროცესში გაზრდის, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩაითვალოს როგორც მდგრადი ინვესტიცია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამოკვეთილად ესეთი სახელი მას არ ჰქონდეს რა, ან ესეთი იარლიყი არ იყოს მიწებებული. ესე ამაზე არ გვისაუბრია ცნობიერების ამაღლების კუთხით. რამდენად იცის SME სექტორმა რა არის და ზოგადად ბიზნესმა ეს მწვანე დაფინანსება და რამდენად როგორ უნდა შეუწყოთ ხელი, რომ უფრო მეტი გაიგონ მწვანე დაფინანსების და მდგრადი დაფინანსების შესახებ მცირე ბიზნესმა. ამაზე თუ შეგიძლია რომ გითხრათ. ჩემი პერსპექტივიდან გითხრა გამოცდილებით, ალბათ მათ თავისი გამოცდილებით უფრო სიღრმისეულად მიმოიხილავს ამ საკითხს. შემიძლია გითხრა, რომ ცოდნა, მოდი ესე ვიტყოდი რა, ცოდნა ბევრია. არის ხელმისაწვდომი დღეს ამ მწვანე პრაქტიკებთან მიმართებაში, აქ თავარია მოხდეს ამ ყველაფრის, ესე რომ ვთქვათ, სწორი ინტერპრეტაცია. რას გულისხმობ ამაში, რომ მწვანესთან დაკავშირებული თემების განხილვა არ მოხდეს მხოლოდ გარემოს დაცვის ჭრილში, ხო, ანუ ბიზნესებისთვის განსაკუთრებით და რაღაცა თვალსაზრისით მოხდეს ამ საკითხებში გამოკვეთა იმ ესე რომ ვთქვათ, მიმართულებების, რომელიც ბიზნესისთვისაც იქნება საინტერესო. რას გულისხმობ, რომ მწვანე ეს არ არის მარტო ვალდებულება, არამედ ეს არის ახალი რაღაცა შემოსავლის გაზრდის ან ხარჯების შემცირების შესაძლებლობა, რომელიც იდეაში არის. ხო? ანუ მე ვიტყოდი, რომ ცოდნა დღეს არის, უბრალოდ დეფიციტური არის ისეთი ტიპის კუთხით დანახული, ეს რომელიც ზუსტად აი ამას გულისხმობს, რომ ეს არ არის მარტო გარემოს დაცვითი ვალდებულება, არამედ ეს არის რაღაცა ახალი შესაძლებლობაც შეიძლება მასში გამოიკვეთოს. და ანუ ალბათ შინაგან мотиваციას თუ ემთხვევა ეს ბიზნესისას, ეს კონკრეტული ინფორმაცია მე უფრო ადვილი არის მე ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელება რა. მე პირადად ჩემი გამოცდილებით ბიზნესებს შორის ამას ასეთი ტიპის ცოდნის დეფიციტს ვატყობ. მაცო აი რას ფიქრობ აი ბანკის გადმოსახედიდან ერთი რომ რა შესაძლებლობებს ქმნის საბანკო სექტორი ბიზნესებისთვის ამ პროცესში და აი თქვენ როგორ ხედავთ რამდენად იციან ამ პროდუქტების შესახებ ან რამდენად არის ცნობიერება ამ მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესში ზოგადად, ანუ ესე რაღაც კონკრეტული კვლევის შედეგების გარეშე, რომ გითხრათ, ჩემი წარმოდგენა ამ საკითხთან დაკავშირებით არის, რომ საკმაოდ მაღალია ცნობიერება საქართველოში ამ მიმართულებით. იმაზე მაღალია, ვიდრე თქვათ ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რადგან საკმაოდ ბევრი მომხმარებელი მოდის ბანკში, უკვე წინასწარ დაინტერესებული, უკვე წინასწარ გამორკვეული ამ საკითხში, რომელიც პირდაპირ თავის საკითხში ძალიან ჩამოყალიბებულია და იცის თუ რა კუთხით მოუტანს მოგებას მის ბიზნეს სხვადასხვა მწვანე გადაწყვეტები, მაგალითად განახლებადი ენერგიის მიმართულებით, ასევე ხშირად არიან ინფორმირებულები სხვადასხვა გრანტებზე, რომელიც სახელმწიფო დონეზე არსებობს და ამით სარგებლობა შეუძლიათ ბანკების გავლით და მოკლედ მთლიანობაში მგონია რომ საკმაოდ მაღალია ამ ხრივ ცნობიერება, თუმცა რა თქმა უნდა საჭიროა რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტი ენერგია, მეტი რესურსი ჩაიდოს, რადგან შეიძლება ნაკლები იყოს ცნობიერება იმ კლიენტებისთვის, ვისაც არ აქვს ახლო კავშირი კონკრეტულად ამ სფეროებთან. მწვანე გადაწყვეტები შეიძლება ბევრ სხვადასხვა სექტორს მოერგოს, რომელი სექტორის წარმომადგენლებსაც შეიძლება არ ქონდეთ ამაზე ინფორმაცია და შესაძლოა მათთვის ეს გადაწყვეტები სამომავლოდ იყოს, არა თუ ის რომ თქვათ გარემოზე პოზიტიური ზემოქმედება ექნება, არამედ ის რომ მათ ბიზნესზე კონკრეტულად აისახება პოზიტიურად და მოხდება ხარჯების ოპტიმიზაცია და საოპერაციო ხარჯების შემცირება. შესაბამისად, მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხრივ გადადგმული ნაბიჯები. ასევე ერთი მინდოდა დამატებინა ოთომ რაც ახსენა ამასთან დაკავშირებით, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კონდეს მცირე და საშუალო მეწარმეებს ამაზე ინფორმაცია. თქვათ, იცოდეს რა არის ტაქსონომია, ხომ?
კონკრეტულად როდესაც გაერკვევა და ნახავს რა აქტივობები არსებობს განსაზღვრული როგორც მწვანე, შეძლებს რომ ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა გრანტებზე, რომელიც სახელმწიფო გრანტები არსებობს ამ მიმართულებით, რომლის მიღების შედეგადაც შეიძლება მიიღონ სხვადასხვა ტიპის cashback-ები, სხვადასხვა ტიპის დახმარებები, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურ გავლენას მოახდენს მათ ფინანსურ შედეგებზე. ეს არის მოკლედ. და შესაძლებლობებზე საბანკო სექტორი რა შესაძლებლობებს ქმნის ამ ეტაპზე, მაგაზეც რო გითხრათ? საბანკო სექტორისთვის ეს საკითხი ინტერესს წარმოადგენს პირველ რიგში, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობით მდგრადი მწვანე განსაკუთრებით რესურსები აქვს ბანკებს უკვე, ქართულ ბანკებს მოზიდული. შესაბამისად, მათი ინტერესი არის, რომ ეს რესურსი გასცენ, ანუ არსებობს უკვე წინასწარ ის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გაიცეს. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელის პირდაპირ ინტერესი არის ამ მიმართულებით მიმართოს თანხები, ბანკის ინტერესიც არის, რომ ეს მიმართულებები დააფინანსოს. რაც აი შეიძლება აისახოს სხვადასხვა კუთხით, იმაზე თუნდაც თუ რა პროცედურების გავლა მოუწევს მომხმარებელს ამ რესურსის მისაღებად, ასევე იმაზე თუ რა ტიპის შეღავათები შეიძლება მიიღოს. შესაბამისად, არსებობს საკმაოდ დიდი ინტერესი ამ მიმართულებით ფინანსური სექტორის მხრიდანაც. მადლობა. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბიზნესმა მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში? აი პირველი ნაბიჯები რა შეიძლება იყოს საშუალო ბიზნესისთვის? და ის საინტერესო აქტუალური კითხვა არის, ხშირად გვიკითხებიან ხოლმე ბიზნესები, კონსულტაციებზე რო დავდივართ, ან მოდიან ხოლმე მაგ მოთხოვნით. მე არ ვიცი, ახლა რაღაც რო გითხრათ, რომ აი რაღაც კონკრეტული რეცეპტი არსებობს, რომელიც ყველა სიტუაციას ესადაგება თქო არა, ალბათ ყველა შემთხვევა ინდივიდუალური არის და ინდივიდუალურად უნდა მოხდეს განხილვა. ერთი რაც შემიძლია თქვა არის, რასაც ნუ რეკომენდაციის სახით ვაძლევთ და დასავლეთის წარმატებული პრაქტიკების შესწავლამაც თქვა ჩვენა, ის არის კარგად გქონდეთ გააზრებული რატომ უნდათ ამ მწვანე პრაქტიკის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება, რა არის მოტივატორი. რა სარგებლის მიღებას ცდილობენ ისინი ან აპირებენ მიიღონ. ხო, იქნება ის კანონთან შესაბამისობა, იქნება ის რეპუტაციული სარგებელი, შეიძლება რაღაც კონკრეტული ფინანსური საქციელია, ისა კონკრეტული ფინანსური სარგებელი, რომლის მიღებასაც ისინი ფიქრობენ, ან რაღაც კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტიდან დაბალპროცენტიანი სესხის ან გრანტის მოზიდვის ნაწილში, ან შეიძლება ხარჯების ეფექტიანობის გაზრდის ნაწილში, ხო, ანუ შემცირების ნაწილში. თავარი არის ეს უნდა იყოს ძალიან ისეთი დადასტურებული მოტივაცია, ესე რომ ვთქვათ, გააზრებული, რატომ ცდილობენ რაღაც კონკრეტული პრაქტიკის დანერგვას. რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ როგორც ფასო თქვა, ყველა სექტორისთვის მწვანე პრაქტიკა არის განსხვავებული. ხო, მეცაც გეტყვით, რომ კონკრეტული რაღაცა გეოგრაფიული არეალისთვის შეიძლება მწვანე პრაქტიკა იყოს განსხვავებული, ხო? ამიტომ ეგრე რომ შენი ხარ რაღაცა კონკრეტული შენი მსგავსი ბიზნესისგან სხვა რეალობიდან აიღო და გადმოიტანო და დანერგო, შეიძლება დიდად სარგებლის სპონტანი არ იყოს შენი საქმიანობისთვის. ამიტომ კარგად უნდა გქონდეს გააზრებული რატომ და მერე უკვე მარტივი არის გასცე კითხვაზე, რომელი მწვანე პრაქტიკა არის, იქნება ყველაზე შესაბამისი. ამას აუცილებლად უნდა მოყვებოდეს ხარჯ ეფექტიანობის ანალიზი. ანუ ეს ჩემს მიერ განხორციელებული ინვესტიცია რა სარგებელს მომიტანს. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ თუ ჩვენ გამოდივართ კომერციული სარგებლის მიღებაზე ორიენტირებული კლასიკური ბიზნესების პერსპექტივიდან, მაგათ აქვს თავიანთი დღის წესრიგი, ხო? ანუ ერთი არის რომ შენ კი აი ეს რაღაცა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა იყო რეპუტაციული ასე შემდეგ და ნუ ფინანსური რაღაცა ტიპის სარგებლის მიღების შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს, ხო? და ამიტომ ეს ხარჯის ეფექტიანობა სჭირდება, ანუ რომელიმე კონკრეტული პრაქტიკა იმაზე მეტ ხარჯს არ მოითხოვს, ვიდრე შეიძლება მაქედან სარგებელი მივიღოთ ჩვენ. ოღონდ სარგებლოში მარტო ფინანსურს არ გულისხმობ რა, ანუ ხო, კანონმდებლობა შეიძლება იყოს, რეპუტაციული შეიძლება იყოს, ფინანსური შეიძლება იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ალბათ პირველი ნაბიჯი იქნება ზუსტად მოტივაციის იდენტიფიცირება, მეორე ნაბიჯი იქნება კონკრეტული მწვანე პრაქტიკის შერჩევა, მერე რომელიც დამოკიდებული არის მოტივაციაზე, ანუ რა შედეგის მიღება გვინდა იმაზე და ასევე ბიზნესის სპეციფიკაზე და ნუ მერე უკვე ხარჯის ეფექტიანობის ანალიზი, ანუ რამდენად იმ სარგებელს მივიღებთ, რა სარგებლის მოლოდინის გვაქვს და რამდენად ეს ინვესტიცია ამათ ღირს. და მერე უკვე ეგზეკუციის ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც ალბათ ყველა რაღაცა ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების შემადგენელი კომპონენტია. ხო, ალბათ პირველი იქნება მაინც მოტივაცია და ხარჯის ეფექტიანობის გაკეთება. მადლობა.
რა რისკები რა რისკებთან არის დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტებისთვის მწვანე დაფინანსების საკითხები და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ რისკების გათვალისწინება? კი ბატონო, როგორც საუბრობთ სხვადასხვა შესაძლებლობებზე ბიზნესისთვის და სხვადასხვა წახალისების მექანიზმებზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება რისკები, ანუ მწვანე მიმართულებასთან დაკავშირებული რისკები არის ძირითადად გარემოს დაცვითი რისკები და სოციალური რისკები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად მდგრადი განვითარებისთვის და ფინანსური სექტორისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც სტანდარტული პროცესი, როდესაც ნებისმიერი პროექტი დამუშავების ეტაპზეა და შეფასების ეტაპზეა, აუცილებლად ყურადღება ექცევა თუ რა გარემოს დაცვითი რისკები შეიძლება ახლავდეს თან ამ პროექტს, რა სოციალური რისკები შეიძლება ახლავდეს, რომელიც თვითონ უკვე ახსენა, შეიძლება იყოს ეს რეპუტაციული რისკი, შეიძლება იყოს ეს ფინანსური რისკი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ნებისმიერი რისკი, რაც ამას შეიძლება მოყვეს, ითარგმნება ხოლმე ფინანსურ რისკად. ისევე როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ფინანსური სექტორისთვის. შესაბამისად, ამის წინასწარ გათვლა და გათვალისწინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამაზე ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაც, რომ იცოდნენ თუ რა სტანდარტები რა უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ წვდომა გქონდეთ ამ სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე და რესურსებზე. ეს შეიძლება იყოს რეგულაციურად განსაზღვრული მიმართულებები და ძირითადად რეგულაციურადაც არის ხოლმე განსაზღვრული. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სტანდარტები, რომლებიც მათ უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ ის სამომავლო რისკები, რაც შეიძლება დადგეს, თქვათ, სხვადასხვა ბუნებრივ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ამაზეც გქონდეთ ინფორმაცია და ამ კუთხითაც იფიქრონ ბიზნესის განვითარებისთვის, რომ ხომ არ წარმოვქმნი რაიმე მასშტაბურ გარემოს დაცვით რისკს ჩემი საქმიანობით, ხომ არ შეიძლება რომ რაღაც ნეგატიური გავლენა მოვახდინო საზოგადოებაზე ჩემს გარშემო. თქვათ, მშენებლობა თუ მაქვს, ხომ არ ვაყენებ საფრთხის ქვეშ ჩემს თანამშრომლებს, ან ხომ არ ვუქმნი საფრთხეს გარშემო თქვათ ადამიანებს ან ბუნებას და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ყველა საკითხი და ეს ყველა კითხვა უნდა დაისვას თავის დროზე და შესაბამისად დაიგეგმოს პროცესიც, რაც ძალიან კარგი არის ის, რომ ფინანსური ინსტიტუტები ამ ეტაპზე და ჩვენც ძალიან ხშირად ვეხმარებით მათ მომხმარებლებს, რომ განსაზღვრონ ამ კუთხით საჭირო სამოქმედო გეგმები, თუ თქვათ რაღაცა მცირე ხარვეზია ვეხმარებით, რომ მოიფიქრონ გადაჭრის გზები და შესაბამისად უფრო სწორად წარმართონ თავისი საქმიანობა, რომ ნაკლები რისკები ჰქონდეთ სამომავლოდ. და სახელმწიფო დონეზე რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კიდევ წინ, რომ ეს მწვანე დაფინანსება, ეს მდგრადი დაფინანსება კიდევ უფრო აქტუალური გახდეს? რთული სათქმელია, ალბათ ისევ წახალისების მექანიზმები უფრო მეტი, ოღონდ წახალისებაში ამაში მე არ გულისხმობ უშუალოდ რაღაც ფინანსურ პირდაპირ მხარდაჭერას, საგადასახადო შეღავათიც წახალისების მექანიზმი არის, მაგრამ ხო, ესეც აუცილებლად ძალიან ისეთი სკრუპულოზური ანალიზის შედეგი უნდა იყოს, რა მიმართულებებზე ღირს მსგავსი ტიპის ძალისხმევის გაწევა, რა მიმართულებებზე არა. ხო, ალბათ სტრატეგიული მიმართულებების შერჩევა მწვანე თვალსაზრისით ყველაზე დიდი პოტენციალი სადაც გაგვაჩნია და მაგ მიმართულებით მე უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა. და რა თქმა უნდა, ხე საკანონმდებლო ბაზის და რეგულაციების ესე რომ ვთქვათ მოდიფიცირება, ესეც ხა იმდენად ბევრი საერთაშორისო გარემოს დაცვითი შეთანხმების და კლიმატთან დაკავშირებული რაღაც ხელშეკრულების ხელმომწერები ვართ, რომ იქიდან ავტომატურად მოდის ეს ვალდებულება, რომ რაღაცა მიმართულებით რაღაცა ქმედებები უნდა განხორციელდეს. მადლობა ორივეს სტუმრობისთვის, ამ პოდკასტში სტუმრობისთვის. პრინციპში ეს იყო ბოლო ეპიზოდი ამ პოდკასტების სერიის და ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ისეთი სასარგებლო იქნება ბიზნესებისთვის. მადლობა მსმენელს ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თქვენ.